დასაქმების გარდა ტრანსგენდერები პრობლემებს თითქმის ყველა სფეროში აწყდებიან. პოლიციის არასათანადო რეაგირება, ჯანდაცვა, საზღვრის დატოვება, განათლება და საცხოვრებლის პრობლემაც კი ამ დრომდე მათთვის გადაუჭრელ საკითხად რჩება. სწორედ ამ პრობლემებზე სასაუბროთ სტუდიაში გვერდებიან თბილისი პრაიდის დირექტორი გიორგი თაბაკარი და ტრანსაქტივისტი ნატა ტალიკიშვილი. დილამშვიდობისა. მოახერხეთ ჩვენთან მოსვლა. ხო, დასაქმების თემაზე საუბარი ხო, იმიტომ რომ თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ ნატა ამ ხრივ დასაქმებული ბრძანდებით, ბევრი სამსახური გამოგიცდიათ ხო და შესაძლებელი არის რომ გარკვეული გამოცდილება გააზიაროთ და რა პრობლემებია ძირითადად, რა პრობლემებს აწყდება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შრომის მოყარე ვარ და აი მოხალისეობრივადაც ძალიან ბევრ აქტივობაში ვარ ჩართული, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც მიწევს არასამთავრობო სტრუქტურაში მუშაობა ისიც სათემო ორგანიზაციებში, მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებაში არის მაინც ის როგორ თქვა სტიგმა თუში თუ ის როგორ თქვა აი რაღაც ბარიერები რის გამოც შეიძლება ეს არ გამოგაგდონ მაგრამ იძულებული ხდები რომ წამოხვიდე. აი გიგზნიათ ეს ბარიერები სადმე მუშაობთ. ასადმე სახელმწიფო სტრუქტურა თუ ყოფილა. ერთი პერიოდი მუშაობდი მზარეულად თავდაცვის სამინისტროში და ესე პირდაპირ არავის არ გამოუგდივარ მაგრამ იძულებული გახდი რომ წამოსულიყავი. ანუ პირველი შეიქნეს ესეთი რომ წამოსულიყავი. იცი რა ვერ ვიტყვი რომ ხო აი მაგრამ იყო ვისი მხრიდან აი ვისი მხრიდან მოდის მსგავსი. თუნდაც შემსარეულიდან იმიტომ რომ მზარეულის დანდებაზე მუშაობდი და ეს იყო დისკრიმინაცია. იცი რა ფსიქოლოგიურად უფრო მეტ სტრესს ვიღებდი ვიდრე მაგალითად სექსამუშაოში და ყოველი სამსახურის დაკარგვის შემდეგ იყო ეს სექსამუშაო. წლები დამჭირდა მის სექსამუშაოდან თავის დასაღწევად, იმიტომ რომ სანამ არ მოვედი არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელმაც ყველა პირობა შემიქნა, რომ თავი დამეღწია, მანამდე იყო შეუძლებელი. ისეთი გარემო ხდებოდა, რომ ესე ადვილად წლები გადის, საუბრობთ ბევრს ამ პრობლემებზე, რაღაც იცვლება, აი რო შეადაროთ თქვენ წინა წლები და ახლანდელი მდგომარეობა. უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია გააქტიურებულია მუშაობა. აი თქვენი პირადი გამოცდილებით, თქვენი პირადი დაკვირვებით, რამე პროგრესი აქვს? წინა წლებთან შედარებით კი ძალიან ბევრი რამეა შეცვლილი. საზოგადოების დამოკიდებულება, ხილვადობის პოლიტიკა საკმაოდ დიდი როლი ითამაშა ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ადრე ესე თავმოდ ქუჩაში ვერ გახვიდებდი. ეხლა საზოგადოებაში უფრო მეტი მიმღებლობაა. რის საფუძველზე რამ განაპირობა თქვენი აზრით ეს? და შეფასება მეტად სახელმწიფო უწყობს ამას ხელს რომ იცით რა, აი წეღან პოლიციას ახსენეთ, აქაც როგორ თქვა, იცი, შეიძლება 1-2 პოლიციელი იყოს, რომელსაც ეს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს პირადი. მაგრამ რიგითი პოლიციელი ვერ გადაწყვეტავს მე როგორ უნდა მომართოს და რა უნდა გამიკეთოს, ან უნდა დამაკავოს თუ არა იმ შემთხვევაში ეს ზევიდან თუ არ მოდის, ხო ხდებით. თუმცა ისინი არ გადიან სპეციალურ მომზადებას ამას. აქ უნდა გამიჯნოს საპატრულო ეკიპაჟი და კრიმინალური პოლიცია. რადიკალურად განსხვავდება, იმიტომ რომ საპატრულო ეკიპაჟის ჩვენი გამოძახება 99% მთავრდება კონფლიქტით. იმიტომ რომ თავდასხმას აძლევენ გაქცევის საშუალებას, ეუბნებიან რომ აქეთ უნდა დამიწეროს საჩივარი, თუ სრული არ კამერებს არ ჩართავენ და კრიმინალური პოლიცია სხვანაირი მიდგომა აქვს, ვერ ვიტყვით აქ რომ ან ძალიან როგორ თქვა ცდილობენ ყოველ შემთხვევაში ძალიან ცუდად შეიძლება ჟღერს, მაგრამ ბევრ ტრანს ადამიანზე მეტი ცოდნა აქვს კიდე ტრანს ადამიანებზე და წინა წლებთან შედარებით რომ მოვიდოდნენ და ორი სიტყვა არსებობდა მარტო ის ვარდისფერი და ლურჯი, ეხლა პირველი არის ხოლმე როგორ ან უფრო ხშირი შემთხვევები ვიდრე წლების წინ, როგორ მოგმართონ და ასე შემდეგ. კი ბატონო, თქვენ წლებია უკვე ითხოვთ თუმცა ამას საპატრულო ეკიპაჟზე არ ვამბობ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სამუშაოა 112-ზე და კიდე საპატრულო. მესმის კი. თქვენ წლებია ითხოვთ რეალურად 112 დარეკვის დროსაც კოშმარია, 3 საათი მეკითხება რას მიირტყავენ, ან როგორ მომდევენ და ამ დროს რო ვრეკავ კონკრეტულად ვეუბნები, რა ქალაქი თბილისი ახლდიანი 21. ეს პრობლემა თითქოს ყველა მიმართულებით რაიონი მითხარით ვეუბნები. მისამართი სამჯერ ამ დროს უკვე აზრი აღარ აქვს. მოდის 45 წუთის მერე პოლიცია სანამ გადასცემენ. თქვენ წლებია ითხოვთ პირადობის მოწმობაში სქესის ცვლილებას, ხო? აი ამაზე გითხარით თუ არის რაიმე წინ გადადგმული ნაბიჯები ან რატომ არის ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი? იცი რა, არსებითად მნიშვნელოვანია ტრანსი ადამიანებისთვის, ვისაც სურვილი აქვს. ყოველ შემთხვევაში 80% ტრანსი ადამიანები საქართველოში ითხოვს სქესის შეცვლას პირადობის. აი რატო არის ეს ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ აქ პირდაპირ კავშირია ჯანმრთელობას სხვადასხვა სერვისთან, ხო, რაც რისი მიღებაც ადამიანს პირველი დავიწყოთ იქიდან, რომ ჯანმრთელობასაც შეეხება სახელმწიფოს არანაირი მულტიგუნდი არ ყავს, სადაც ტრანს ადამიანი დაიწყებს ტრანზაქციას და მივა ბოლომდე. ისევ არასამთავრობო. აი რა იგულისხმება მულტიგუნდ შესწავლას? ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, სექსოლოგი, ენდოკრინოლოგის დაკვირვება, თუნდაც
ვაგინოპლასტიკა დაახლოებით 15 წელია ტრანს აქტივიზმი საქართველოში მეტნაკლებად გაძლიერებულია და ამაზე და წელს ჩატარდა პირველი ოპერაცია. წელს ჩატარდა საქართველოში პირველი ოპერაცია. და ამ ადამიანებმა ვისაც ჩაუტარდათ მოახერხეს სქესის შეცვლა პირადობის მოწმობაში? ხოდნენ იუსტიციის სამინისტრო გთხოვდა სქესის შეცვლის შანაწერის შეცვლაზე ვაგინოპლასტიკის გაკეთებას. და ეს კიდევ უფრო რთულად არის, იმიტომ რომ შეიძლება იყოს ტრანსგენდერი ქალი, მაგრამ იყო ჰომოსექსუალი, იყო ლესბოსელი და სექსუალობა და გენდერი კიდე სხვადასხვა რამეა. ესეც სამწუხაროდ ბევრმა არ იცის. თვითონ სახელმწიფო ან იმ უწყებებმა ვინც ამას ცვლიან და მე თუ ვარ ლესბოსელი ტრანსი ქალი ან ჰომოსექსუალი ტრანსი ქალი, სქესის შეცვლას არ უნდა ვთხოვდნენ, რომ მდედრობითი ჩამიწერონ. რატო ვსაუბრობთ მაგალითად რუსეთის მაგალითებზე და ისეთი ქვეყნების მაგალითებზე, სადაც ადამიანის უფლებები არის 0. ვისაუბროთ შვედეთის გამოცდილებაზე, ბელგიის გამოცდილებაზე, საფრანგეთის გამოცდილებაზე, სადაც კიბენ ოპერაცია ახსენეთ, თან ეს ოპერაცია, როცა ამ ოპერაციის მოთხოვნა არ არის მარტივი ოპერაცია, ხო, გარდა იმისა, რომ ფინანსურად ეს არის ძალიან ბევრ დიდ ხარჯთან დაკავშირებული, ხო, ასევე ჯანმრთელობის კუთხით, ასევე რაღაც გართულების კუთხით ძალიან ბევრი რისკია, ხო, ამ ხრივად საფიქრალია და ესეც წარმოადგენს პრობლემას. იცით რა, ჰორმონალური თერაპია კიდე საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ინდივიდუალური ადამიანის ორგანიზმი და მით უმეტეს შესაძაც თვითნებურად ატარებს ხო? თვითმკურნალობა და თვით ყველაფერი ზოგადად ძალიან უფრო უარყოფითისკენ მიდის მე ვიდრე დადებითისკენ და სამწუხაროდ არ არის ხელმისაწვდომობა იცი რა საერთოდ არ მინდა რომ მოწყვლადობის ჯგუფში ვიყო და მინდა რომ მოწყვლადობის ჯგუფიდან ტრანსტემი როდესაც გამოვიდეს მაგრამ სამწუხაროდ ფაქტია რომ ანუ არ აქვს უმეტეს ტრანს ადამიანებს იმისი საშუალება 1-2 ტრანსით არ წდება საქართველოში ხვდებით ძალიან ბევრი ვარ გასაგებია გიორგი საინტერესო ენდოკრინოლოგთან და ეს ყველაფერი ანუ ვთვლი რომ სახელმწიფოს რომ კონდეს იმისი სერვისი რომ მიაწოდეს ამ ტრანს ადამიანს თავიდან ბოლომდე გაიარო ტრანზაქცია თუნდაც იმიტომ რომ მე 2 წლის წინ შვედეთში ვიყავი ევროპრაიდზე და იქ მილიარდობით დოლარი შემოვიდა სახელმწიფოს დარეგისტრება ღირდა მარტო 150 евро და იქ ძალიან ბევრი ფული ხო ხდებით ყველანაირად ანუ ჩვენს უფრო დაალაგებული და ნორმალური ცხოვრება გვექნებოდა ეს სერვისი ნუ და ეს უნდა დაიწყოს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობით პირველ რიგში სახელმწიფო რომ ამ ნაბიჯს გადადგოს საზოგადოებიდანაც მე წამოვა გასაგები. გიორგი, რა საერთაშორისო მაგალითებს ვიცნობთ, ხო, აი ამ მიმართულებით, რა შეგვიძლია რა რეკომენდაციების მიცემა შეგვიძლია სახელმწიფოსთვის? რამდენ პირველ რიგში საქართველო არის საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი, რომელიც მოითხოვს რომელიც თავისი პასუხისმგებლობით გრძელება, ანუ ყოველ შემთხვევაში ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოს მიღებული აქვს რეკომენდაცია, რომ სქესის კვლავ მინიჭების პროცედურები გამართული იქნას სწორად და ეფექტურად. თუმცა ეს რეკომენდაციები ამ ეტაპზე არ არის შესრულებული, ანუ წარმოვიდგინოთ სადაც 55 ქვეყანა ცენტრალური აზიის და ევროპის მასშტაბით, ან მათ აბსოლუტურად უმრავლესობას ანუ 45-ზე მეტ სახელმწიფოს აქვს გარკვეული პროცედურები გაწერილი სქესის კვლავ მინიჭებასთან დაკავშირებით და ეს არის ის საკითხი, რომელზეც საქართველოს არაერთი რეკომენდაცია აქვს მიღებული და ის საჭიროებს გადაჭრას ინტერინსტიტუციურად, ანუ ეს არ არის ერთი კონკრეტული რაღაც იუსტიციის სამინისტროს ან ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივა, ანუ სახელმწიფოს უნდა ქონდეს პოლიტიკა იმაზე, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს და სქესში ჩანაწერის შეცვლის შესაძლებლობა გახდეს სტერილიზაციის და ოპერაციის მოთხოვნის გარეშე, იმიტომ რომ დღეს თეორიულად არის შესაძლებელი, რომ სქესი შეგეცვალოს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში უბრალოდ ამისთვის სახელმწიფო გთხოვს ოპერაციას და ჯერჯერობით არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს, როცა ეს სქესის კვლავ მინიჭების შემთხვევა დაფიქსირდა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში და ეს არის გამომწვევი ბევრი იმ რაღაც დისკრიმინაციის და სტიგმის, რომელსაც ყოველდღიურად სადაც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტი შეიძლება დაგჭირდეს, ყველგან აწყდები და ნუ ამას ემატება ასევე ვიზუალური განმასხვავებლები, რომლებიც არის პირობები ჩაkuris. ნატა, თქვენ თქვით, რომ ერთი ოპერაცია, პირველი ოპერაცია უკვე ჩატარდა. ამის შემდეგ იყო მცდელობა, ვთქვათ, აი ამის შემდეგ თუ მოხდა. ეს кейსებზე სახელით დაგვარები ხარ, მაგრამ ხო, სამი გულისხმობ, აი ხო არის მოთხოვნა, რომ უნდა მოხდეს ეს ოპერაცია და ამის შემდეგ უნდა მოხდეს, ვთქვათ, პირადობაში ცვლილება. იყო მე ეს შემდგომი ნაბიჯი და ვთქვათ, როგორ ხო, თუ მოხერხდა მათ შემთხვევაში სქესის სამართლებრივი შეცვლა პირადობის მოწმობაში. რატომღაც ეს შემთხვევაც ძალიან გაიწელა დროში და საკმაოდ ბევრი ბარიერი წარმოიქმნა ამის შემდეგ.
და კიდევ ანუ ჯერჯერობით ეს არის კიდევ ჯერჯერობით შედეგი მიუხედავად იმისა, რომ 4 თვის წინ გაკეთა პირველი ოპერაცია 5 დაახლოებით. ანუ 5 თვეა გასული და ჯერჯერობით არ გასაგებია. გიორგი, თქვენ რასაც ისაუბრეთ, თქვენ ის რატომ ვერ ბედავს სახელმწიფო ამის გაკეთებას? რამდენიმე საკითხია, პოლიტიკური ნების არქონა არის ალბათ ყველაზე მთავარი. ჩვენ გვახსოვს ან ბოლოს 2019 წელი იყო, როცა თეატრი ლუკიანმა საკმაოდ პოპულისტურად გამოეხმაურა ამ საკითხს და რეალურად ამ ცვლილების განხორციელება დამოკიდებული იყო პრინციპში, ანუ მინისტრის ხელმოწერაზე, ან შეიძლებოდა რომ მარტივად მოგვარებულიყო და შემდეგ უკვე პროცედურები დაინერგებოდა სხვადასხვა სამინისტროებში თუ უწყებებში. თუმცა, როცა არ არსებობს პოლიტიკური ნება, შემდეგ მსგავსი ტიპის საკანონმდებლო თუ არასაკანონმდებლო ცვლილებები არ ხდება და მხოლოდ ეხლა ვართ იმ ეტაპზე, როცა სახელმწიფო იწყებს ნაბიჯების გადადგმას კონკრეტული რეფორმების და ცვლილებების კუთხით 2014-20 წლების ადამიანის უფლებათა სტრატეგიას უკვე ვადა ამოეწურა. შაშან პირველად იყო, როცა მე-15 თავი დაემატა ამ დოკუმენტს და ლგბტ საკითხების ან ცალკე მიმართულებაზე დაიწყო მთავრობამ მუშაობა. თუმცა პანდემია დაიწყო და იმის შემდეგ განვითარება არ მოჰყოლია ამ ყველაფერს და რეალურად კომპლექსური საკითხი არის, როგორც ჯანდაცვის საკითხებს მოიცავს, ასევე ანუ ეს პროცედურები, რომელიც უშუალოდ იუსტიციის სამინისტროს პრეროგატივა შეიძლება იყოს, ამას ჭირდება პოლიტიკა, ამას ჭირდება პოლიტიკის შემუშავება და სახელმწიფოს ნება. გასაგებია. კიდევ ერთი სტუმარი უნდა შემოგვიერთდეს, ასევე ტრანსაქტივისტი ბარტ ნიკოლოა ჩვენთან ერთად. მადლობა რომ გამონახეთ რო ჩვენთვის თქვენი ამბავიც მაინტერესებს რა თუ გიქმნით და რა სახის პრობლემებს გიქმნით პირადობაში არსებული ჩანაწერი ვისაუბრეთ ასევე პირადობის მოწმობებთან დაკავშირებულ პრობლემებთან და შესაბამისად თქვენი აზრიც ამ მიმართულებით გვაინტერესებს. თუ ილაპარაკეთ ყველაფერზე რა თქვენი გამოცდილება გადაადგილების პრობლემაში შემქმნია პრობლემა მაგალითად საპასპორტო სქესის გამო როდესაც გადავდიოდი ბაქოში, გამაჩერეს და მე მიმტკიცებდნენ იქაური მებაჟეები, რომ 40 წუთი დაახლოებით, რომ პასპორტში არასწორად ეწერა სქესი. არ მომოწმებდნენ, იმიტომ რომ რაღაც გაურკვევლობაში ჩავარდნენ, ვერ მიხვდნენ კაცს უნდა შევემოწმებინე თუ ქალს უნდა შევემოწმებინე. მე ვეუბნებოდი რომ არც ერთი არ მაქვს პრობლემა. მაგრამ მითხრეს რომ კაცმა რო შეგამოწმოთ იქნებ მართლა სწორი წერია აქ და უცხო ქვეყნის მოქალაქე შეურაცხყოფილად იგზნობ თავს და ქალმა რო შეგამოწმოთ მაშინ ჩვენი ქალი მებაჟე იგზნობს შეურაცხყოფილად თავს იქნებ სწორი წერია პასპორტში ანუ შესაბამისად თუ ილაპარაკეთ დასაქმების პრობლემაზე ილაპარაკეთ ჯანდაცვის პრობლემებზე გადაადგილების პრობლემაც არის შეზღუდული ჩვენთვის დასაქმებასთან მიმართებაში ქონიათ რამე დისკრიმინაციის შემთხვევა დასაქმებასთან მიმართებაში კი 17 მაისს ნახეს ტელევიზორში და ხონდა ესეთი მუქარები რომ აქ აღარ გაიარო ბიჭო თორემ ესე გიზავთ ისე გიზავთ ანუ მოვაგვარეთ კი სახელმწიფო სტრუქტურა იყო არა კერძო სტრუქტურა რას ითხოვთ სახელმწიფოსგან ხო აი თქვენი ძირითადი მოთხოვნები რა არის და მათგან თუ არის რაიმე რეაგირება კომუნიკაცია თუ არის მე სახელმწიფოსთან დღემდე ვდაობ საპასპორტო სქესის შეცვლაზე ჩემი кейსი არის სტრასბურგში იმიტომ რომ აქ ვერ მივახციეთ ვერაფერს სიმართლე რომ გითხრათ მე მგონია რომ სახელმწიფოს უბრალოდ არ ვაინტერესებთ იმიტომ რომ სტრასბურგმა მისცა რაღაც გარკვეული ვადა ჩვენთან მოსალაპარაკებლად და საერთოდ არც გამოსულან კონტაქტზე ჩემამდე კიდევ ორი кейსი იყო სტრასბურგში და იმათთანაც იგივე სიტუაცია. რა ეტაპზეა? ზარჩება ის რომ ეს ინდივიდუალურად თითოეულმა ადამიანმა თავის კონკრეტულ საკითხზე როგორც ვიცი 5 кейსია უკვე სახელმწიფოს წინააღმდეგ სტრასბურგში. და ესეც ინდივიდუალური არ არის, იმიტომ რომ ეს სტრასბურგის ანუ გამარჯვების შემთხვევაში ეს უკვე შემდეგ გავრცელდება პრეზიდენტი და ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ პარტიის საქმე რომელიც უკვე სტრასბურგშია დასრულდეს სასურველი შედეგით რომ შემდეგ ისედაც უკვე არის რეკომენდაციები რომელიც უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფომ და ამას როცა არ აკეთებს შემდეგ უკვე ამას დაემატება ეს აი შეგვიძლია რამოდენიმე ძირითადი რეკომენდაცია რომ გამოვყოთ ამ მიმართულებით ძირითადი რეკომენდაცია რომელიც უკვე ვახსენე არის სქესის კვლავ მინიჭების და გენდერის სამართლებრივი აღიარების მოწესრიგება სწრაფად და ხელმისაწვდომად ტრანსგენდერი თემისთვის ანუ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე ან პოლიტიკური მოთხოვნა რომელიც ტრანსთემიდან მიდის რეალურად სახელმწიფო ითხოვს სრულ ტრანზიციას რომ სქესი შეცვალოს არიან ადამიანები რომლებსაც უბრალოდ არ უნდათ
არიან ადამიანები, რომლებსაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, არიან ადამიანები, რომლებსაც ფინანსები არ აქვთ ამისთვის. შესაბამისად, სახელმწიფო ითხოვს ისეთ რაღაცას, რაც არ კეთდება. კი ბატონო. და იძულებული ხარ წახვიდეს საზღვარგარეთ, რაც კიდევ დამატებით ფინანსებთან არის დაკავშირებული და თქვენი შეფასებით, აი სახელმწიფოს მხრიდან ეს ინერტული დამოკიდებულება აღუევს თუ არა საზოგადოებაში ტრანსფობიურ დამოკიდებულებებს? რა თქმა უნდა აღუევს. რა თქმა უნდა აღუევს. დასაქმების კუთხითაც კი დამსაქმებლისგან და თანამშრომლებისგან აღუევს, იმიტომ რომ როდესაც მიდიხარ სამსახურში გასაუბრებაზე, იქ არავინ არ გიმოწმებს შენს სქესს, იქ სარგებლობენ იურიდიულ დოკუმენტში რა სქესისაც ხარ. შემდეგ თუ მე მაგალითად 13 წელიწადი მუშაობდი და არავინ არაფერი არ იცოდა, იმიტომ რომ კერძო სექტორში ვიყავი და იქ ხელშეკრულება არავისთან არ მქონდა გაფორმებული, ნახეს ტელევიზორში და იქიდან გაიგეს და მაგის მერე დამეწყო პრობლემები. შესაბამისად, როდესაც ვინმე დამსაქმებელთან ყოფილიყავი, თუ ის გაიგებს არ ამიყვანს სამსახურში, ან შეიძლება ამიყვანოს, მაგრამ თანამშრომლები რო გაიგებენ, იმ მათგან იქნება მერე ტრანსფობიური დამოკიდებულება. ნატა, მე ვახსენე წეგან, მაინტერესებს შენ თუ ქონია მსგავსი გამოცდილება, ან თუ არ ქონია, ალბათ გეცოდინება, მაინც ელემენტარული საცხოვრებლის პრობლემაც კი ექნებათ ტრანსგენდერებს, ხო? აი, მაგალითად, შეიძლება არ უდოდეთ მიქირავება რაღაცა გარკვეული სტიგმების გამო. ამის გამო საკმაოდ ბევრი ბინა გვაქვს გამოცვლილი. და ალბათ ერთ-ერთი ისიც არის, რომ ესე საკმაოდ ხშირად ვიცვლით ბინებს. მე რაც ანუ ძირითადად იტალიურ ეზოში ვქირავ ხოლმე და ამ ეტაპზე საკმაოდ დადებითი და კარგი ურთიერთობა მაქვს ბინის მეპატრონესთანაც და მეზობლებთანაც, მაგრამ მარტო ჩემით არ წდება და მარტო ამ ერთი შემთხვევით, იმიტომ რომ წარსულში საკმაოდ რთული გამოცდილებები მქონია, რომ 2 კვირის გადასული მიწევდა ბინის დაცლა. კი ბატონო. თქვენ რაც მე არა. და ამაზე ანუ იცი რა ძალიან რთულია, რომ ეს საერთოდ არ გაიგო რიგით, ანუ საერთოდ არ გამოყოფ და რამე ბარიერებს საერთოდ არ ვქნი, მაგრამ რიგით ადამიანმა რომ ეს გაიგოს ძალიან რთულია, საკმარისია რომ პირველივე დღეს და სექსსამუშაოში მოხდა ან ტრანსგენდერი ქალი იყო, ეხლა კიდე ამ ეტაპზე იმდენად არა, მაგრამ წლების წინ რაღაც ეტაპზე სიღრმეებში ესრობდნენ გაქეკოს და ეს საქმე რომ ვინმე კარგად გახსნას და გაშალოს, ყველა მიხვდება რომ სახელმწიფოს თვითონაც არ აწყობს რატომღაც ამ ტრანს თემის როგორ თქვა, თანასწორობა და უფლებები. იმიტომ რომ აქ კიდე სხვა რაღაცები იკვეთება და მგონია რომ ჩვენი მოწყვლადობის ჯგუფიდან არ გამოყვანა მიზანმიმართულია რაღაცებთან დაკავშირებით. პირადი გამოცდილებებიდან ვსაუბრობ აქაც და ძალიან რთულია, იმიტომ რომ საერთოდ არ არის ფორმატი და ვერ ვილაპარაკებ რატომღაც ამასაც უკავშირებ ჩემი პირადი გამოცდილებებით. თქვენი მოლოდინებები, თქვათ, უამრავ პრობლემაზე ვისაუბრეთ. აი თქვენ მომავალს პერსპექტივას რაში ხედავთ, თქვათ, არ ვიცი, აი ამ თითოეულ სარჩელზე, რაც სტრასბურგში მედის, აი რამ შეიძლება რომ რაღაცა ეს პრობლემები მოგვარებისკენ წაიყვანოს. პირველ რიგში ალბათ გვჭირდება ეროვნული თანხმობა იმაზე, თუ როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ ჩვენ და ამ სახელმწიფოში მოიძებნება თუ არა ადგილი უმცირესობებისთვის და მე არ გულისხმობ მხოლოდ ლგბტ ადამიანებს, ანუ იგივე სხვადასხვა ტიპის გამოწვევების წინაშე დგანან ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების შეშუმა ადამიანები და ჩვენ თუ ვაშენებთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც ყველა თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს თანასწორი უფლება, მაშინ ცალკეული ნაბიჯებიც უნდა გადაიდგას ამის მისაღწევად და ნატამ და ბარტმა ისაუბრეს ახლა ძალადობა, რომელიც ადრეული ასაკიდან აღინიშნება ხოლმე ტრანს ადამიანებზე, ოჯახიდან და საზოგადოებრივ სივრცით გაგრძელებული, ან მარტო მაგალითს გეტყვით, რომ ტრანსპორტის გადაადგილება არის ესეთი პრივილეგია, რომელიც ვერ სარგებლობენ მაგალითად ტრანსგენდერი ქალები, ან იშვიათად თქვენ შეიძლება ნახოთ დღის შუქზე გამოსული ტრანსი ქალი ქუჩაში და ესეთი მიდგომა როცა არის საზოგადოებაში, ამას ჭირდება ცნობიერების შეცვლა, ამას ჭირდება იმ სტიგმის დაძლევა, რომელიც არსებობს უმცირესობების მიმართ და არ არის საკმარისი მხოლოდ სადამსჯელო ღონისძიება, რომ აი შენ უშუალოდ ვინც ძალადობს იმ მომენტში აკავებ, მაგრამ ეს დაკავება რაში ითარგმნება შემდეგ, თუ პოზიტიურ პასუხისმგებლობის ჭრილში არ უყურებ ამას და შენ ცდილობ რომ ბულინგს ებრძოლო სკოლაში, ცდილობ რომ საზოგადოების ცნობიერება ამაღლო, საბოლოო ჯამში არსებითად ცვლილებებს ვერ აღწევ და აი ამ ზომამდე უნდა მივიდეთ, რომ სახელმწიფომ დაიწყოს უფრო ქმედითი ღონისძიებების გატარება, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ზოგადად ჩაგვრების წინააღმდეგ, რომელიც არის ამ ქვეყანაში. გასაგებია, მადლობა გიხდით სტუმრობისთვის. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. გავაგრძელოთ